საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის შვეიცარიაში დაწყებული მოლაპარაკებები ირანისა და ამერიკის ხისტი განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. ევროპაში დახურულ კარს მიღმა ჩანიშნული საუბრების პირველი რაუნდი უქმებზე დაიწყო და ორშაბათამდე გაგრძელდა. ეს ყველაფერი კი ლიბანურ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის გაცვლის ფონზე, რაც მოლაპარაკებებს ართულებს. ამის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელი არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა დონალდ ტრამპის ბოლო მუქარას სხვა ადრესატი ჰყავს. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს თავისი მაღალანაზღაურებადი პროქსი ძალები, რათა მათ შეწყვიტონ პრობლემების შექმნა ლიბანში. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, სწორედ ისე, როგორც გასულ კვირას, უბრალოდ კიდევ უფრო ძლიერად. იურგენ შტოქსი მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ჩაფრინდა. მასთან ერთად არიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერიც. თავად ირანს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ გალიბაფი წარმოადგენს, რომელმაც აღნიშნა, რომ თეირანი სასოწარკვეთილობაში მყოფი დონალდ ტრამპის მუქარას არ უსმენს. თავად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს დიპლომატიური ტონი აქვს და აქცენტს ბირთვულ საკითხზე აკეთებს, რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში. ეს ისტორიული შეხვედრაა. ისლამაბადისა და აქ მიმდინარე ბოლო რამდენიმე თვის მოვლენების გარდა ირანისა და ამერიკის ხელმძღვანელობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს. პრეზიდენტმა დაგვავალა, რომ ახალი ფურცელი გადავშალოთ, გარდაგვქნათ ჩვენი ურთიერთობა ირანის ხალხთან და გაუწოდოთ მათ მეგობრობის ხელი. ჩვენი გზავნილი ირანის ხალხისადმი ასეთია. თუ მათი ხელმძღვანელობა მზად იქნება უარი თქვას რეგიონული არასტაბილურობის ხელშეწყობაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში უარ სიტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებზე, მაშინ შეერთებული შტატები მზად იქნება ფუნდამენტურად გარდაქმნას ამ ქვეყანასთან ურთიერთობა. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში და ველოდები, რომ მომდევნო საათებშიც დამატებით წინსვლას მივაღწევთ. კატარი და პაკისტანი ამ საქმეში შუამავლები არიან, რომელთა ერთობლივ განცხადებაში პოზიტიური ნოტები იკითხება. მათივე ინფორმაციით სამუშაო ჯგუფები ბირთვულ საკითხზე, ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე, მონიტორინგსა და დავების გადაწყვეტაზე, ტექნიკურ შეხვედრებზე გააგრძელებენ მსჯელობას. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია ინციდენტებისა და გაუგებრობების გამორიცხვის აუცილებლობა პროცესში. მოლაპარაკებები პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. საბოლოო შეთანხმების მისაღწევად უმაღლესი დონის კომიტეტმა შეათანხმა საგზაო რუკა, რომლის ვადადაც 60 დღე განისაზღვრა. მიმდინარე კვირას საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება. შაბათს თეირანმა ჰორმუზის სრუტის დახურვის თაობაზე განაცხადა, რაც მათივე განმარტებით ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიში პასუხად მოხდა. ამას ირანი იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევა დაფასებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას მოაწერა ხელი. ის ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითვალისწინებდა, მათ შორის ლიბანში 14 პუნქტიანი მემორანდუმი ვალდებულს ხდის მხარეებს სამომავლო მოლაპარაკებების საბოლოო შეთანხმებამდე 60 დღის მანძილზე მიიყვანონ. თავად შტატებში ირანის განცხადებებს ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა გრძელდება და იქ შაბათს 17 მილიონი ბარელი ნავთობი დატვირთულმა 55-მა ხოლმონდმა გაიარა. რაც შეეხება შეთანხმების სხვა ნაწილებს, ირანი ბოლო გზავნილებით ცდილობს მიანიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერზე დაითანხმა და რომ ეს ომი ირანის სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენ არ დავთმობთ ურანის გამდიდრების უფლებას და მათაც მოუწევთ ამის აღიარება. ყველამ კარგად იცით, რას ამბობდა შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. ადრე ამბობდა, რომ ირანი უპირობოდ უნდა დაბნელებულიყო, რომ ირანს არ აქვს ამა თუ იმ ქმედების უფლება. შემდეგ კი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ ირანს აქვს ამის უფლება, აქვს ფლობის უფლება. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მან თავის წინა პოზიციებთან შედარებით 180 გრადუსიანი შემოbrunება განიცადა და აღიარა, რომ ჩვენი უფლებების უგულებელყოფა შეუძლებელია. მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები პარასკევს იყო ჩანიშნული, თუმცა მისი დაწყება ლიბანში ისრაელის იერიშების გამო გაჭიანურდა. შვეიცარიაში გამართული შეხვედრების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ლიბანის მიმართულებით სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც კატარი და პაკისტანი უხელმძღვანელებენ და რომლის მიზანიც ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის უზრუნველყოფაა.